Თვიფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენთან ქართული თბილისის ზოოპარკი მოვიდა. მისი ხელმძღვანელი დირექტორი ზურა გურიელიძე. ძალიან საინტერესო სტუმრით დავიწყეთ. პირველივე სტუმარი ჩვენი გადაცემის, ჩვენი ამ რუბრიკის არის თქვენ ხართ, მაგრამ ეს ვინ არის? შინშილა. შიმშილა? არა, შინშილა. შიმშილა თუ ესე იგი საქართველოშია გამოყვანილი და ესე იგი ეს არ არის ქართული. არა, შინშილა და მექსიკაშია გამოყვანილი. აი, სამწუხაროდ ეს ის ცხოველია, რომ ბეწვის გამო რო კლავენ, ხო? ეს ხშირად, ხო? მაგრამ ჩვენთან ის სამწუხაროდ. ნახეთ, ეს რა არის, ესე იგი, რა ცხოველია, ესე იგი. ძალიან ერთობოდნენ ამის წინაპრები, ციხვს გავს. იმას გავს, რა ქვია, თაქვს და იმას კურდღელს და მაგარ სერიოზული ამბები უკნია. თუ ეს არის თაგვისებრთა ოჯახი თუ როგორ? უფრო კურდღლებთან არის ახლოს. კურდღლებთან. კურდღლებთან უფრო ახლოს. კურდღლებთან. აბა როგორ ცხოვრობს საერთოდ? აი რანაირი ცხოვრების წესი აქვს ამას? რა წესიერი ალბათ ცხოვრობს. რა ჭამს? მცენარეულობას ყველანაირს ცხოვრობენ ბუნებაში ერთი ვულკანი არის მექსიკაში ფერდებზე. ანუ მექსიკაში არიან მარტო გავრცელებულები. ძალიან ცოტა აბუნი. ეს ჩვენთან დაიბადნენ ესენი? არ ვიცი სად დაიბადნენ, ჩვენთან მოიყვანეს. ჩვენთან მოიყვანეს. ეხლა ჩვენთან ცხოვრობენ. შინშილ? სახელები არ აქვს, ხო? არა, არ აქვს სახელები. აბა ფორჩხიდის პაროდია გამიკეთება. ვინ გააკეთებს ყველაზე კარგად ფორჩხიდის პაროდიას ცხოველებიდან? ეს არ არის ესეთი კარგი, მე მგონი არ გავს, ხო? არა. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეხლა რომ გავუშვათ დაიკარგებია, ხო? ამიტომ უნდა გქონდეთ. ხო, ჯერჯერობით იყო, სან წავიყვანეთ, რა ვიცი, ჩავსვათ. ხო, კარგით. შემდეგი ცხოველი, რომელსაც ჩვენ ვნახავთ, არის ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი, ეს არის მაიმუნი პავიანი. პავიანი. აი, ეს არის პავიანი. შინშილები გაუშვათ. შინშილები და პავიანი როგორ? აბა, რა ქვია მას? კარგი. ევა, გამარჯობა. მოგესალმათ. მომესალმა. როგორ ახარ ევა? ხელს ჩამოვართ. გამარჯობა ევა. ჩამოვართ. ევა, ნუ პირდაპირ ჩანს რომ არის გოგონა, ხო? კი, რა თქმა უნდა. ეს უკვე ჩვენთან დაიბადა, ხო? ჩვენთან დაიბადა და მე ხელით გავზარდეთ. ხელით როგორ გაზარდეთ? ანუ ადამიანებმა გაზარდეს ეს ხელით. ადამიანებმა გაზარდა. როდის უშვებთ გალიაში? ჯერ პატარაა. ალბათ ცოტა. რითი გამოირჩევა, როგორი ხასიათი აქვს, რანაირია? კარგი ხასიათი აქვს. კარგია, ხო? სხვა მართლა კარგი ხასიათი აქვს სხვა მაიმუნებისგან განსხვავებით ეს. არ მაიმუნობს, ხო? არა, მაიმუნობის უნდა იმაიმუნოს, სხვანაირად როგორ გამოვა. ხო, ჩემთან არ მოვა, ხო? ალბათ გაუჭირდება ჩემთან მოსვლა. ხო, ცოტა უცხოობა იცის. უცხოობა იცის, კარგი. შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენ აქ კონკურსი გაქვს, რატო ფორჩხის პაროდიას, ვინ უფრო კარგად აკეთებს. მე ვიცი შემთხვევა, როდესაც აი ჭკვიანები რო არიან, პავილიონში სიგარეტს რო უგდებენ, როგორ აკეთებენ, თავის ხელით აკრობენ, ხო ესენი? კი, ძალიან კარგად იციან, ხო, ცეცხლი არ უნდა გააჩინონ და ასე შემდეგ. იციან, ხო? ხო. რამდენი მაიმუნი ყავს იქ? არა, მე გულისხმობ ნამდვილი მაიმუნი. ისე რამდენი მაიმუნი? ისე არ დაგვითვლია რამდენი, მაგრამ პავიანები ყავს დაახლოებით 30-მდე. ხო. ანუ რამდენი მაიმუნი ყავს დათვლილი არა, გა? კი, როგორ არა. ზოოპარკში რამდენი ყავს? ყველაფერი. 30-მდე პავიანი, ხო? 30-მდე პავიანი. რომელია ყველაზე ჭკვიანი მაიმუნი? აი, რაიმე კურიოზულ ჭკვიანური მომენტი მაიმუნების ცხოვრებიდან თქვენი ზოოპარკის გაიხსენებთ, რომ აი რაღაც ასეთი მოხდა. თუ ყველაზე უფრო ხშირი კურიოზი ის არის, როგორ პარავენ ხოლმე მობილურებს დამთვალიერებლებს. მართლა. ცდილობენ რომ გადაუღონ და შესაბამისად შემდეგ მერე იღებენ თუ არა, არ ვიცი. როგორ პარავენ? აი რანაირად უნდა აი, როდესაც ცდილობენ რომ გადაუღონ ასე მობილურით, ამ დროს ხელიდან დაცებენ ხოლმე და შეაგჭიგნენ. ეს არის ერთადერთი მობილურის მკურდები, რომელსაც მილიცია არ ის რა თქმა უნდა. არა, დაჭერილები არიან ისედაც. თქვენთან დაანუყვანთ. რა მინდა გკითხოთ? ზებრა ყავთ? კი, ბევრი. პინგვინი? პინგვინიც. ესე იგი, მარგოლაშვილი რო იძახდა, პინგვინებიც. ქვეყანა იმართებაო კულისებიდან, ოღონდ კულისებში ბიძინა ივანიშვილს არ გულისხმობდიო, ზოოპარკიდან იმართება, ხო? შეიძლება. კარგი, ეხლა
მესამე ჩვენი სტუმარი მოვიწვიოთ, ხო? ეს არის ვეფხვი. ვეფხვი. უბრალოდ ვეფხვის ბოკვე. მოდი, ახლა რა მაგარი კაცია. ესე იგი, ეს არის როგორი ვეფხვია? თეთრი ვეფხვი. თეთრი ვეფხვი. ეს სად მინადრობს? ტაიგაში? არა, ესენი არიან უფრო ბენგალიური ვეფხვებიდან გამოყვანილი. აი ხა რამდენი ხანი არის კიდე ესეთ საყვარელი და მოფერებადი. შეგვიძლია ეს ირბინოს. რამდენი ხანია ეს ეგეთ საყვარელი და ეს ხასიათზე რამოდენ 1-2 თვე კიდევ ესე ძალიან წყნარი იქნება. მე ვნახოთ უკვე ხასიათი. ხო და მიკარება ჯერ შეიძლება, ხო? მიდი აბა ვეფხო. რა ქვია? ჯერ სახელი არ დაგვირქვევია. რა ვარქვათ რა? რა სახელი შეიძლება დავარქვათ? დათო რა სახელი დაარქვათ? დათო რო დავარქვათ? შეიძლება რომ ჩვენი ხათრით დაარქვათ ამას დათო. კი ბატონო, და ხუმრობის garaშე გეუბნებით რა. კი, რატო არ შეიძლება? ანუ ამ ვებს დათო ფორჩხიდის საპატივცემულოდ ქვია დათო? კი ბატონო. მე ვარ 1974 წელს ვარ დაბადებული და ეს იყო ვეფხვის წელი. სპილო, ჩვენი საყვარელი სპილო, რომელსაც გავუკეთეთ ოპერაცია. მოგვიყევით ამ ოპერაციის შესახებ. როგორ გადაიტანა, ვიცი რომ კარგად და კი, კარგად გადაიტანა, მოუწია. ეშვის ამოღება, ორივე ეშვი ამოსაღები აქვს. ხო. ჯერ ერთი ამოუღეთ, მაგრამ გაგვაწვალა ძალიან მე ადგომაზე. ადგომაზე, ხო? ნარკოზიდან ცოტა გამოსვლა გაუჭირდა და. მან დედალი და მამალი სპილოა, ხო? და ვინ არის სტოსი ვის მიყავს ოჯახში? სპილოებში როგორ არის? ეხლა ამ შემთხვევაში სპილოებში როდის როგორ, მაგრამ ამ შემთხვევაში დედს მიყავს. დედს მიყავს. ხო, რაში ჩანს ეს? რა კიდე? რა მაგარი. მაგალითად ძირითადად რაშიც გამოიხატება საჭმელს უჭამს ხოლმე. ნუ ეგ გასაგებია ეგ რა ვქნათ. ხო, კიდე? კიდე არის რამე ისეთი? მე ხა ჩხუბში არ უჩხუბია. არ უჩხუბით, ასე რომ აქ ვერ გავარკვიეთ. კაი, დაიკლოს. ეს მაინც კარგი ოჯახია. სპილომ დაიკლო, ხო? კი, დავაყენეთ იმაზე დიეტაზე და ვაკლებინებთ უბრალოდ. აი, მეც ცოტა არ იყოს დიეტა მჭირდება და რა დიეტა ამისთან სპილოს დიეტა, კი ბატონო. არის სპილოს დიეტა? კი, როგორ არა. კი ბატონო, აბა, ერთ წუთით დავიწყოთ. გამოგებული გაქვს. გამოვიღე. თან დააქვს, რომ ვინ ყოველთვის. ხო, რა დროს დაგჭირდება? საუცმეთ უნდა მიიღოთ 2 ტონა ვაშლი. აი, შემდეგ 3 ურემი სალათის ფურცლები სადილად. 3 ურემი. ო, ძალიან დიდი ურემია, საშუალო ურემი შეიძლება. კაი, ნუ იქნებ რამე იყოს. კიდე რა არის? 15 ბანანი, 5. კიდე? და საღამოს სუბუქი ვაშჭამი, 1 ჟვინი დაახლოებით ესე 7 მეტრიანი. აი, არ ვიცი. კი ვარ, ვერ გავქარჯავ. კარგი ხარ ეს. აი, ამ დიეტას ჩვენ ვერ გავქარჯავ. რა ერთმანეთს ელაპარაკ, ეს რაღაც შენიშვნებს იძახის, ხო, ჩვენი სტუდია. ხო, არ ვიცი, რაღაცა ხო, ჩვენი სტუდია. მე მგონი ნარმანიას ეუნება მეგრულად რომ არ გადაიტანო ზოოპარკი. შესანიშნავი ცხოველებია, დათო ისი ამოვნე? დათო ქვია ამ ვებს. და სახელით შეგიძლიათ უკვე მიმართოთ. აწირო ძვირფასო ტელემაყურებლები რომ მიხვალ ზოოპარკში და ნახავთ აი ამ შვენიერ ვებს. ოღონდ უნდა გაარჩიოთ ტყუპები არიან და რომელიღაც ერთ-ერთს ქვია დათო. აი დათო რომ დაუძახებ და რომ გამოიხედეთ. ის არის დათო, ხო? ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა რომ მოიყვანეთ ეს შვენიერი ცხოველები. მერტმა გაგიზარდოთ, გიმრავლოთ. დიდი მადლობა. ჩვენი განაცემის სტუმარი ცხოველები იყვნენ.